ერთ-ერთი ღვთისმეტყველესი ამბობს, რომ განსასწრელი ტკივილი, მერე წამოდგომა დაცემა, რაღაცა კაცო რა უნდა და ესე იგი თითქოს ცხოვრობ და მერე ბოლო სილანათონელის მაგალითი მოგიყვანეთ მე რომ კაცი მარხულობდა, ლოცულობდა, ღვაწლში იყო, ანგელოზია რა. ეცხადება ანგელოზს დევნება, შენი ღვაწლი საზიზღარია ღვთის წინაშე და შეიძლება შეღაღადო, ხო და ეგრეთ აბა რა უნდა ღმერთი შენგან. რა უნდა ღმერთი? ყველაფერს აკეთებს სილანათონელი, ხო? ყველაფერს. საზიზღარია ღვაწლი შენი, ღვაწლი მისი ღვთის წინაშე. აბა რა ვქნა მეტი? გახსოვთ ის სიტყვები, ამ ყოფი შენი თავი ჯოჯოხეთში და იმედი არ დაკარგო. ეხლა მე ამას აღარ ჩავღმარდები, რას ნიშნავს ეს, ბევრი მისაუბრია, სხვადასხვა შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ უბრალოდ მე მის თქმა მინდა რომ არ დაგანებებს ღმერთი თავს მანამდე, სანამ არ გაცხონდებს. ამიტომ ნუ წუწუნებ, როდესაც პრობლემები გაქვს. ნუ წუწუნებ, როცა განსასწრებელი გაქვს. ნუ წუწუნებ, როცა ისი არ გამოგდის, როგორც შენ გინა. ნუ წუწუნებ, რომ ღმერთი, მიუხედავად იმისა, შენ ამბობ იყავ ნება შენიო, ნუ წუწუნებ იმაზე, რომ შენი ნება როა ღმერთი იმას არ აღასრულებს. ჩვენ გვინდა რომ ღმერთმა ჩვენი ნება აღასრულოს, ნუ წუწუნებ, რომ ეს არ არის. არ დაგანებებს ღმერთი მოსიყვარულე მამა თავს. ვიდრე მდის ზეცად აგიყვას. და მოგმადლეთ ჩვენ სასუფეველი მერმისაი. და ამათ ყოველთათვის გმადლობ შენ და მხოლოდ ჩობილსა ძესა შენსა და სულსა შენსა წმინდასა ყოველთათვის რომელი უწყით და რომელი არა უწყით. საჩინოთა და უჩინოთა ქველის მოქმედებათა ჩვენ და მომართკნულთ. გმადლობ შენ შეწირვისაცა ამისთვის, რომლისაი ხელთაგან ჩვენთა შეწირვად ღირსიჩინ. აქ მღვდელი მიმართავს, მაგრამ თითოეული თქვენთაგანი როგორც სულიერი მღვდელი თავის გულიდან ხო შეწირავს უსისხლოს და მადლობას ეუბნები, რომ მადლობა ღმერთო, რომ ღირსი გამხადე იმისა, რომ მე ჩემი გულიდან უსისხლოს შეგწირა. და ეს მაშინ მე ხო ცოდვილი შეგწირავ და ამის ღირსი გამხადე. დაღა თუ გარემოი შენსა დგანან ათასეული მთავარ ანგელოსთანი. ანუ მე ჩემ ცოდვილისგან იწირავ და შენს გარშემო ათასეული მთავარ ანგელოსთანი დგანან, მრავალთვალნი ქერუბიმნი და ექვსი სერაფიმნი აპყრობილნი ფრთეებით. აი რისთვის დგას ადამიანი წმინდა ტაძარში, ყოვლადწმინდა სამების დიდებით, მადლიერებით და ღვთისაგან შეწყალების მოლოდინით ახსავს, როგორ შეიძლება ესე დროს ადამიანს აღდგომა მობეზდეს და დაიღალოს, თქვენ დაღლასაც ვერ უნდა გძნობდეთ. უფალი შეგვეწიოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისი და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.